მოგესალმებით ჩემო გამომწერებო, იუთუბელებო, ფართო საზოგადოება. სასიამოვნოა კიდევ ერთხელ ის, რომ ხართ აქ ჩემთან, უყურებთ ჩემს ვიდეოს, მონაწილეობთ ჩემს გაშლებში. დიდ მადლობას გიხდით ყველას კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, მოწონებისთვის და თქვენი აზრის გამოხატვისთვის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიცახი, რომ სამყაროსთვის უკავშირი აუცილებელია თქვენი ლაიქი, თქვენი პატარა კომენტარი იქნება ის მადლობა, რაც აუცილებელია ენერგიის გაცვლისთვის. ესეა მოწყობილი სამყარო დღეს. თუ რამეს გავცემთ, სამყარო აუცილებლად გვიბრუნებს. მაშინ გავცეთ სიყვარული, მადლიერება, ბედნიერება, რომ ბევრი სიხარულები დავაგროვოთ ცხოვრებაში. იმიტომ რომ მართლა ხანმოკლეა ეს ცხოვრება და რა უნდა გინდოდეს ადამიანს, სულ პატარაც კი შეიძლება გიხაროდეს. სულ პატარაც კი შეიძლება გაბედნიერებდეს და დავწყვიტავთ გულს, ვიქნებით ერთმანეთის მიმართ, ასე ვთქვათ, რაღაცაზე გულდაწყვეტილი, ან გაბრაზებული, ან რა ვიცი, ყველა სხვადასხვა სიტუაციები გაქვთ მესმის, მაგრამ დღეს ესეთი მედიტაციური გაშლა, რომელიც ეხება, რას გეტყოდათ სამყარო თქვენ. თქვენ პირადად, ვინც ეხლა შემოხვედით, ჩემ ვიდეოს უყურებთ, თვალს მადევნებთ, ხართ ჩემი გამომწერები, უდიდესი მადლობა და თქვენთვის ვაკეთებ ამ გაშლას. სამყაროს მესიჯი და რას გეტყოდათ სამყარო. ახლა ამ სიტუაციაში როგორშიც ხართ, აწყოდროა ხო, აქ ხედველობაში. და ვაკეთებ ორ პოზიციაზე. ჯერ დავიწყებ გაშლას, მოგცემთ საშუალებას ჩაიფიქროთ პირველი ან მეორე ვარიანტი, ან მოусმინოთ ორივეს. მივმართავ ნათელ ძალებს ჩვენ ფარგლ ანგელოზებს, ჩვენ ნათელ კეთილ გენიებს, სამყაროს უზენაეს უმაღლეს ნათელ სეციურ ძალებს. დღევანდელი დღის ენერგიებისთვის, მესიჯებისთვის, რას გვეტყოდა სამყარო დღეს ჩვენ ყველას, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. რა მესიჯი? რას გეტყოდათ სამყარო დღეს, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. რა მესიჯი? რას გეტყოდათ სამყარო დღეს, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. რა მესიჯია თქვენთვის? რას გეტყოდათ დღეს, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. რა მესიჯია თქვენთვის? რას გეტყოდათ სამყარო, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. რა მესიჯია დღეს თქვენთვის? რას გეტყოდათ, ვინც ამ ვიდეოს უყურებს. რა მესიჯია დღეს სამყაროდან თქვენთვის? გითხები სავსე მთვარის ორაკულს, გითხრას რჩევა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რას გვეტყოდა სავსე მთვარის ორაკული? რა რჩევას მოგცემდა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს? რას გვეტყოდა, რა რჩევას მოგცემდა, ვინც ამ ვიდეოს უყურებს? რჩევა თქვენთვის. ესე იგი, რამოდენიმე სხვადასხვა დასტებია, ასე რომ იქნება განსხვავებული რჩევები, რა თქმა უნდა, ორ ვარიანტზე. აბა ჩვენი ბოშაქალის ორაკული. რას ეტყოდით, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, რჩევა სამყაროდან. რას ეტყოდით, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, რჩევა სამყაროდან. მოკლედ ვარიანტი არის ორი. პირველი იქნება ესეთი ციტრინის ქვა. შეგიძლიათ აირჩიოთ ვარიანტები.
მეორე იქნება ესეთი ლაბრადორი. მოგცემთ 1-2 წუთს თქვენი არჩევანი გააკეთოთ, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. თუ იქნება რამე დასამატებელი, თუ რამე ისეთ კითხვებს მოგცემენ, რაც განხილვას მოითხოვს, აუცილებლად დავამატებ კარტებს. დავიწყებ პირველი ვარიანტიდან, მოვსმინეთ ორივეს. აი, თქვენ ვინც პირველი ვარიანტი აირჩიეთ, მოგესალმებით. რას გეტყოდეთ თქვენ დღეს სამყარო? მეორე ვარიანტს გადავდებ დროებით. პირველ ვარიანტს რას ეტყოდით? პირველ ვარიანტო. მიუხედავად იმისა, სამყარო რას გეუბნება, ეხლა შენ რა მესიჯია? გააქვს რაღაც დაბრკოლება. მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ გინდა ყველაფერი დააბალანსო, ხარ ნამდვილად იმპერატრიცა, აი ჩამოყალიბებული, მზრუნველი, ლამაზი, ქალური ენერგიების მატარებელი ქალი, ქალბატონი. ძალიან დიდი ტვირთი გაქვს შენ თავზე აღებული. რაღაც მომენტში ეს ცხოვრება შენთვის იყო როგორც მირაჟი. მირაჟი რას ნიშნავს? ილუზია. შენ მოექეცი ამ ვითარებაში, ამ ილუზიებს, შენ შექმენი, გააიდეალის. მე ეს ადამიანი რა, აი, ხო გესმის? ადამიანზე აქვს საუბარი, რომელმაც ის წლები, ის სიტუაციები, შეიძლება წლები არა, თვეები, რაღაც პერიოდი მოგპარა. ამიტომ ამოდის როგორც ქურდი. ამ შემთხვევაში ის კი არა, რომ ფიზიკურად კი არ წაიღო შენი რაღაც. ეს არის ენერგეტიკული ქურდვა. ანუ შენი ენერგია, შენი ძალისხმევა, შენი ფიქრები, შენი ემოციები, შენი ზრუნვა, შენი ყურადღება, შენი აი ეს გრძნობა, რაც შენ ამ ადამიანის მიმართ გქონდა. იმიტომ რომ შენი ნებით იტვირთე, შენ თავზე აიღე იმისიც და რა თქმა უნდა შენით სატვირთო, აი ესეთი ჯვარი, განსაცდელი, არ ვიცი რა დავარქვა, ხო? ტვირთი, ენერგეტიკული ტვირთი, რომელიც შენ ენერგიებს გართმევდა. იმ წინააღმდეგობის გამო, არ ვიცი, ყველას გაქვს სხვადასხვა სიტუაციები, გადახედეთ თქვენ სიტუაციას, რაზეა საუბარი, სამყაროდან მოდის მესიჯი. პირადად თქვენთვის, მიიღებთ, არ მიიღებთ, თქვენი ნება, სახლს ეხებოდა. ან იმ გარემოს, სადაც ხართ, პირადზეა ხო საუბარი. ორაკული მეუბნება, რომ რაღაც ქურდობას ქონდა საქმე. მაშ მეკითხებით, რა ქურდობაზეა საუბარი? რა წაიღეს, რა მოგპარეს? ვიზია საუბარი პირველ ვარიანტთან, თუ შეიძლება გამიკონკრეტეთ, რო გავიგოთ, გავაანალიზოთ. თქვენი ენერგია, თქვენი სილამაზე, თქვენი ძალისხმევა, თქვენი ემოცია, ის რომ თქვენ ხართ წამყვანი ამ ურთიერთობაში, თქვენ პარტნიორზე აქვს საუბარი, რომელსაც დიდი ხანია ელოდებოდით, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად გადადგავდა სერიოზულ ნააბისან, გააკეთებდა რამე სერიოზულ გადაწყვეტილებას, ყველაფერი საიდუმლოებით არის მოცული აქ. საუბარია მაგიაზე. მე არ ვიცი ხა როგორ რანაირად რატომ მოვიდა ესეთი მესიჯი, მაგრამ მოვიდა. რახან მოვიდა, უნდა გავაშხერო და ვთქვა. სამყაროს ასე სურს. მაშინ მეკითხები. რამ აგირიათ თქვენი პირადი სიტუაცია? რამ წაგართვათ თქვენი ენერგია ეს პერიოდი, სანამ ურთიერთობაში იყავით, ან ვინ? პირველი ვარიანტისთვის.
ვინ ან რა. სტაბილურობის დაკარგვა. ავტორიტეტი. მისი ქაოსური დამოკიდებულება. ანუ ის რომ რამოდენიმე სიტუაცია იყო ერთად, მიყვა ერთმანეთს, სხვადასხვა სიტუაციები, გაურკვევლობა, ის რომ თქვენ დიდი ხანია, ასე ვთქვათ, შრომობდით თქვენ თავზე, ყველაფერს აკეთებდით, ტვირთულობდით, რომ სტაბილურობა შეგენარჩუნებინათ, შეიძლება კანონიერი ურთიერთობა, დაკანონება რაღაცის, არ ვიცი, ხო, რის საჯარო გაშლა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ყველა სხვადასხვა ვარიანტები აქვს, ამიტომ მესიჯს ვკითხულობ სამყაროდან. პირადში იშლება უკვე კონკრეტულად პიროვნებას და იქ ამოდის ყველაფერი. აქ არის ბევრი ვარიანტი. მე ვკითხეთ რჩევა, თუ შეიძლება ურჩიეთ პირველ ვარიანტს, რაზეა საუბარი. დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, ბნება, სექსუალური ტოლვა. ჯერ ადამიანი არ ჩანს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა. თუმცა ამოდის აქ ადამიანი, მატერიალისტი, უფრო მეტად პრივილეგიას, მატერიალურს, ფულს, რომ ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მიჯაჭვულობა. არ ვიცი, ხა იმის მხრიდან, თქვენის მხრიდან, უფრო თქვენის მხრიდან. იმიტომ რომ აქ რაღაც უკანონობას. აქ შეიძლება მაგიასაც, იმიტომ რომ გური მქალე ამოდის და ეს, ასე ვთქვათ, არსება ინფერალური და აქ უკვე რაღაცა ბნელ საქმეს, ბნელ სიტუაციას, ანუ წელს ქვემოთ აზროვნება, რას ვიცახე ხა, რა არის წელს ქვემოთ აზროვნება? ადამიანს ტვინი ერთმევა და ყველანაირად ინსტინქტურ ბნების, ანუ იმას არის აყოლილი რა. ტვინი რო გამოერთვება ადამიანს, ანუ რა მიანიჭა ადამიანს ადამიანად ყოფნა, განვიხილოთ ჯერ ესე დავსვათ, ხო? ღმერთმა მისცა ადამიანს გონიერება, გონი. რაც განასხვავებს ყველა ცოცხალი არსებიდან და იმ ვითარებიდან, რომ ეწოდოს მას ადამიანი, ადამი, ხო? მისი შექმნილი, ანუ გონიერება მისცა იმ ინსტინქტებთან ერთად, იმ ნებასთან ერთად, იმ ყველაფერთან ერთად, ხო, რაც მისცა. მისცა გონიერება. და როდის ხდება ადამიანი ცხოველის მსგავსი და არც კი ზოგიერთ ცხოველი ჯობია, მინდა გითხრათ, ერთგულებით და მართლა გააჩინიათ გრძნობა ცხოველებს, ხო? არა, ზოგადად, ხო, ესე არ მიჩნეული. რით განსხვავდება? ადამიანი გონიერებით, იმიტომ რომ რაღაც მომენტში გონებამ უნდა გაიმარჯვოს იმ ნებაზე, იმ ტოლვაზე, იმ რაღაც ბნელ რაღაც გარემოებებზე, ხო? და აირჩიოს ნათელი. ხო, აქ საქმე რაღაც ბნელ სიტუაციას ეხება, ჩემო კარგებო. დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა, უკანონო რაღაც კავშირები. და ამიტომ, სადაც ეს ინფერალური არსება გამოდის და სადაც ეს სიტუაცია გამოდის უკვე, ხო, აი ამ ყველაფერს, რომ თქვენ გიტვირთიათ, თქვენ ეხლაც ტვირთულობთ და მუშაობთ და ეს სიტუაცია მიყავთ აქ, როგორც წამყვანი ადამიანი ისე ჩანს თქვენის სახით, მაგრამ ნახეთ, ეს არსება ამოდის. რაც მიმანიშნებელია იმის, რომ უნდა გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. რჩევა ასეთია სამყაროდან, როცა საქმე ეხება რაღაცა ბნელს, დაფარულს, უკანონოს, სამყარო არ მიესალმება ამას. ამიტომაც არის მირაჟი, ამიტომაც არის ქურდობა ენერგეტიკული, ამიტომაც გიტვირთიათ, ამიტომაც ეძებთ ბალანსს, რომელიც ვერ გიპოვნიათ. ბალანსი რა არის? ჰარმონიზაცია, სიმშვიდე და ამიტომ გაქვთ ეს დაბრკოლება, რაც ამოვიდა სიგნიფიკატორში. მართებულია.
ეს იყო პირველი ვარიანტისთვის, ასე ვთქვათ, სამყაროდან რჩევა, თუ ეს ვარიანტი მოგერგოთ რაღაცნაირად, თქვენში რაღაც გრძნობები აღწურა, რაღაცაზე დაგაფიქრათ. მე მადლობელი ვიქნები. მადლობა გამოხატეთ თქვენი ლაიქით, კომენტარით, მომწერეთ. თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად რეზონირდა, მაგრამ ეხლა დღეს ასეთი ენერგიაა და ასეთი ინფორმაციაა სამყაროდან, ხო? მეც ვაშხერებ. მაშ დააბალანსეთ, იმიტომ რომ ენერგიის დიდი ნაკადის გასვლა იკითხება აქ და ამიტომ აუცილებელი სამყარო ითხოვს ბალანსს. ყველაფერში სამყაროს კანონი არის დაფუძნებული ბალანსზე. ასე რომ იპოვეთ ბალანსი თქვენში. გადავედი მეორე ვარიანტზე. აბა, რა მესიჯია თქვენთვის მეორე ვარიანტო? სამყაროდან. დასაწყისი მომეწონა. სამყაროდან მეორე ვარიანტო ძალიან კარგი მესიჯი მოდის. პირველ რიგში ის, რომ აქაც ამოხედით თქვენ, ნახეთ, ულამაზესი ქალბატონი, ქალი დედა, ქალი მშვენიერება, ქალი რომელიც გაფურჩქნულია მზად არის სიყვარულისთვის, ქალი როგორც გარეგნულად, ასე შინაგანი სილამაზით დაჯილდოებული. ქალს, რომელსაც თავისი გზა, ან შორგზაზე ხართ, ან აპირებთ გზაზე წასვლას, ან თქვენ ცხოვრების გზას გადიხართ. ამოვიდა ფორტუნას კარტი, რაც ნახეთ რას ნიშნავს ამ სიტუაციაში, ხო? ყველა კარტს აქვს ბევრი ახსნა, მაგრამ ეხლა ამ სიტუაციაში, ამ კონკრეტულ მოცემულობაში რას ვხედავთ, რომ ყველაფერი ხან წაღმატრიალებს, ხან უკუღმატრიალებს, ანუ ციკლურად მეორდება თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი, ციკლურად, ნახეთ? მაგრამ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ხართ უძლიერესი ქალი და ამიტომ გაქვთ უნარი. და რატომ? იმიტომ რომ ამოვიდა ძალა. ძალა რას ნიშნავს? თქვენი იმის და მიუხედავად, რომ ხართ ულამაზესი ქალური ენერგიით სავსე, მაგრამ შინაგანად ძლიერი, გაწონასწორებული და ეს ციკლურობა ეხლა როგორც ჩანს, დადებით კონტექსტში, ანუ კარგი დადებითი მხრით არის დატრიალებული, ანუ ბედის ბორბალი ტრიალებს, ოღონდ კარგი დადებითი მხრივ, იმიტომ რომ გაიგებთ ძალიან მალე ახალ ამბავს სამყაროდან. შეიძლება ეს ამბავიც უნდა გაგეგოთ, ეხლა მე რასაც ვამბობ, ხო? სასიყვარულო, გულს გასახარი ამბავი მოდის და ეს თქვენ დაიმსახურეთ სამყარომ. თქვა რომ თქვენ მხარეს, ანუ რაღაცა გაგიკეთებიათ, რაღაცა გიმუშავიათ. შეიძლება ქველმოქმედება, შეიძლება დახმარები ხართ ვიღაცას. ისე ხო არაფერი არ ხდება. ხალხო, შემთხვევითობა ამ სამყაროში არ არსებობს და ეს ყველაფერი დატრიალდა იმით, რომ ეხლა ამ პერიოდში თქვენ გიმართლებთ. მაშ დავაკონკრეტოთ როგორ დატრიალდება თქვენი ბედის ბორბალი, რახან ამოვიდა ციკლურობა, ხო? ამ შემთხვევაში დადებითი კონტექსტით და ყველაფერი კარგით და კეთილით და რას უნდა ელოდოთ აი ამ ციკლურ მომენტში, ხო? როცა ბედის ბორბალი უკვე დადებითი აი ესეთი ენერგიებით ტრიალებს თქვენსკენ. აი რას უნდა ელოდოთ ამ ახლო მომავალში. ოჯახში სტაბილურ კეთილდღეობას, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, თქვენ საყვარელ ადამიანებთან, ვინც თქვენს გვერდითაა, ვინც თქვენ გიყვართ, ნახეთ. ულამაზესი კარტი მოდის, მინდა შეხედოთ კარგად და არ დავამატებ მეტ კარტს, იმიტომ რომ იმდენად კარგი კარტია. რომ შვილებიც არიან, მეუღლეც არის, თქვენი ახლობელი, საყვარელი ადამიანები, აი სავსე, დახუნძლული, სიუხვე, კეთილდღეობა, სიყვარული, რაც თავარია, ნახეთ. შეიძლება ხელი გთხოვოთ, თუ არ ხართ გათხოვილი, რა თქმა უნდა. თუ ხართ გათხოვილი, ეს ბედის ბორბალი, ეს ციკლურობა ტრიალებს შემდეგნაირად, ნახეთ. განახლება სიყვარულის, ახალი ენერგიების უკეთესად, რა თქმა უნდა. ბევრად
წამოვა თქვენ ცხოვრებაში. უკეთესობა მოდის და რა თქმა უნდა, სიახლე არ დაგავიწყდეთ, რომ მიიღებთ სასიხარულო ამბავს და თქვენ, რაღაც ეტაპზე ეს ცხოვრების გზა უკვე გაგივლიათ, იმიტომ რომ ეს კარტი, ბევრ კონტექსტში ესე იხსნება, რომ ახლა კი ნიშნავს გზას, შორგზას, ან გამგზავრებას, სხვა ქვეყანაში. შეიძლება ესეც იყოს, მოიაზრებოდეს. ან დადიხართ, მოგზაურობთ ბევრს, ესეც შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის, რომ რაღაც ეტაპი გაგივლიათ, ხო? ამაზე მოწმობს ეს კარტი. და რაც მთავარია, ხართ ძლიერი. თქვენ მართავთ ამ სიტუაციას და თქვენ შეგიძლიათ, რომ უკვე ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ თქვენს ახლობლებთან, თქვენ საყვარელ ადამიანებთან. იმათთან, ვინც თქვენ ძალიან ძალიან გიყვართ, იმიტომ რომ ეს ხართ თქვენ. ულამაზის ქალბატონი, რომელიც ზის სიყვარულით, ენერგიებით სავსე, სიუხვე აქვს და ყველაფერი აქვს. ძალიან დადებითად გამოხვედით ამ შემთხვევაში. რამოდენიმე დასტა ავიღე, ხო? და ყველა დასტაში ამოდის დადებითი კარტები, რაც ნიშნავს იმას, რომ მიიღო სამყარო თქვენი გზავნილი, თქვენი ამდენი თხოვნა შეისმინა და ეხლა მოდის დაბერტყება ამ სიხარულების, საჩუქრების, თუნდაც ესეთი კეთილდღეობის, სიუხის ან თქვენი საყვარელი ადამიანების დან სიყვარულის გამოხატვის. მოკლედ, აივსებით და იყავით სავსე სიყვარულით. სხვა რა უნდა დავამატო? გაიხარეთ ჩემო ლამაზო ქალბატონებო. აბა თქვენ იცით. ასრულებული იყოს, ასრულებული იყოს, ასრულებული.